ძილის დროს დასრული ადამიანი უბრუნდება 3 წლამდე მდგომარეობას. 3 წლამდე ადამიანს არ აქვს პიროვნება. 3 წლამდე ადამიანი არ ელაპარაკება საკუთარ თავს. როცა გვძინავს ძილში, ეხსენეთ აბა, საკუთარ თავში შინაგანი დიალოგი გათიშულია და ხდება საოცრება. ცხადში პიროვნებით, პატივმოყვარეობით, ქედმაღლობით ადამიანი ინგრევს ჯანმრთელობას, ანგრევს ორგანიზმს, სპობს ყველაფერს. აი როგორც კი დაიძინებს და პიროვნება ცხრება, ქრება, მაშინვე იწყება აქტიური აღდგენა ორგანიზმის, ჯანმრთელობის, სულიერი ძალების. ძილი არ არის გათიშვა. ძილი არ არის შრომის, აქტიურობის შეჩერება. ძილი არის მომსპარის, დანგრეულის, გაფუჭებულის ორგანიზმში, საკუთარ თავში აღდგენა. აქტიური მიზანმიმართული აღდგენა. ამიტომაც წამლები, რომელიც თიშავენ ადამიანს, ძილს არ კვირიან. სამწუხაროდ. არ არსებობს ეგეთი წამალი, რომელიც ძილს გვაძლევდეს. არა ნარკოტიკი, არა არაფერი. სამწუხაროდ. ამიტომაც თუ ძილი დაირღვა, ეს ძალიან მძიმე სიტუაცია იწვევს უამრავ უმძიმეს მდგომარეობებს და მძიმე დაავადებებს. გამოსავალი მარტივია. ჯანსაღი ძილი იწყება გაღვიძებით. გაიღვიძებთ თუ არა, უნდა გახვიდეთ ნათელზე. ამიტომაც შეეცადეთ არ დაიძინოთ დღისით, დაიძინეთ ღამე, რომ გაგეღვიძოთ დილით. შეეცადეთ არ გაიღვიძოთ 8:30-მდე, უпростоრად 8-20 წუთამდე. მაღვიძარა დააყენეთ 8-7-20 და რაღაცა. აი 7-20 წუთამდე არავითარ შემთხვევაში არ გაიღვიძოთ, მერწმუნეთ ენერგეტიკულად ეს დაგანგრევთ. და გავიმეორებ, როგორც კი გაიღვიძებთ, გაახილეთ თვალები და შეისხით ცივი წყალი სახეზე, ყელზე, აი აქ რო კორტისოლი ჩაცხრეს, ამ ადგილებში ცივი წყალი და ღია თვალებით გადით დღის შუქზე 40 წუთი მინიმუმ, სასურველია 80 წუთი. ეს დაარეგულირებს მელატონინს ისე, რომ საღამოთი ძილისთვის მელატონინი მოწესრიგდება და მოგინდებათ დაძინება. არავითარ შემთხვევაში საღამოთი არ უყუროთ საინფორმაციო გამოშვებებს, რომელიც რეალურად არის, უდიდესი მავნებლობა. თუ კი რამე მოუგონია კაცობრიობას, ასაკრძალია საღამოთი მძიმე თემებზე საუბარი და მოსმენა განსაკუთრებით. 3-4 საათით ადრე ივახშმეთ დაძინებამდე, აი შეეცადეთ 7 საათს, 8 საათს არ გადააცილოთ ვახშამი და შეეცადეთ ნახშირწყლები არ მიიღოთ. ტკბილი საღამოთი. ასევე სასურველია თბილი წყალი დალიოთ ძილის წინ. ანუ უბრალოდ წყალი კი არა, არამედ თბილი წყალი, რომ არ დაგესიზმროთ კოშმარები ან ეროტიული ხასიათის სიზმრები, რომელიც შეიძლება სიზმარში სასიამოვნოა, მაგრამ მერწმუნეთ კარგს არაფერს არ იძლევა. და ყველაზე მთავარი, შეეცადეთ დაიმახსოვროთ ძილის მდგომარეობა, როცა აზრები გიჩერდებათ და ეს დღის განმავლობაში შეეცადოთ გაიმეოროთ ისე, რომ არ დაიძინოთ. აზრები გააჩერეთ. აი ეს არის ლოცვის წინა მდგომარეობა. კი ბატონო, მედიტაციური მდგომარეობა, როგორც გინდა, რაც გინდა დაარქვით. გააჩერეთ აზრები, ისწავლეთ აზრების გაჩერება. და თქვენ განიკურნებით ინფანტილიზმისაგან და პიროვნება საკუთარი თქვენი ჯაყო ვერ მოგერევათ. ნუ იქნებით ბრინკები. იყავით ჯანმრთელნი.